ძღებიშვილი დაბრუნდა სახში. დღეს ჩვენ რა დღეს შენ ბიჭო ერთი წელია YouTube-ზე ვიდეო არ დაგიდია უყურებია ხო რა იყო კაი ერთი წელი რა ვერ არგი რაღა დაგემართა შენ წადი რა პლეიტა დაუკარი რა წადი რა კაი პირობას გაძლებ რომ სო აღარასდროს აღარ გავჩერდები რა ოჩა ეგრე ბიჭო ხარაშო რა გამარჯობათ მეგობრებო, მე რაღაც აკლია ვარ და დღეს თქვენი საყვარელი კონტენტით ბრუნდები 1 წლის შემდეგ. როგორც ყოველთვის დღეს გადარჩენისთვის რაღაცეები წამოღებული მაქვს და ამ ყველაფერს ეხავეთ გაგაცნობ. პირველი ეს იქნება ცარიელი ბოთლი, წარმოდგენა არ მაქვს, რომელი ბრენდის ბოთლია თქვენს ალბათ, ხო, დიდი ალბათობით. რა თქმა უნდა, ნაჯახი, აი ეს მაგიური ჯოხი, რომელიც დღეს ჩვენ საკვებს მოგვაპოვებინებს. პატარა ხერხი, არ ვიცი ამით რა უნდა გადავხერხო, მაგრამ ალბათ პატარა ქოხის აშენებაში დამეხმარებ. სანთელი, ეს სანთელი დაგვეხმარება ღამით ყველაზე ძალიან და ყველაფერს მივხვდები რაშიც. ამ ცელოფანში მაქვს ვისინა, ბამბა, რაც ყველაზე მთავარია, პატარა დანა და სხვათა შორის ძალიან მომწონს. ეს გაიცრება ვიღაცა. აი ესეთი თოკი, ასევე აქ მაქვს ცელოფნით წამოღებული პურის ფქვილი და რა თქმა უნდა თევზაობისთვის მაქვს წამოღებული ასევე მატლები. რა თქმა უნდა თევზაობთ დინარეში საშუალო ზომის წითელი მატლით. როგორც უკვე იცით, ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია და ბრუნდები თქვენი და არა მარტო თქვენი, ასევე ჩემი საყვარელი კონტენტით არხზე. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო. მე კიდე დავიწყებ გადარჩენის ეპიზოდის გადაღებას. მინიმუმ 1 წელი ახლა ეს საქმე არ გამიკეთებია YouTube-ს ეხება. დაახლოებით მაგდენი ხანია არ მithევზავი. სანამ მოკლედ კემპს ვიპოვნი, მირჩევნია რომ დავამზადო უკვე ანკესი, შეიძლება ჯოხზეც გააკეთო, მაგრამ რეკადობის ძალა კაი რა ამას. მე დანა დამჭირდება ეხა. პატარა სამოუჭრი ეხა აქ. ეხა ამის უკანას გავაკეთებ იგივე ამოღრმავებულს, რომ სინა კარგად დაიჭიროს. და აქ უკვე შევძლებ თავისუფლად რომ სინა დავამაგრო ეხა. დაახლოებით აი ესეთი სტრუქტურა გამოვა. კარგად მოუჭერთ. აი აგერ მოკლედ გავჭიმე, ჩამოვადებ რომ არ მოძრეს. და წავედით, მოვინადიროთ თევზი ვითევზაოთ გიჟივით. ადგილი ვიპოვნე, ამ ადგილას გავჩერდები. სანამ მოსასწრებს გავაკეთებ, მანამდე მირჩევნია ვითევზაო და წყალი გავფილტრო. აქ მოკლედ ჩემს ნივთებს დავდებ, რაც მაქვს მოკლედ წამოღებული. და მეცოდინება რომ აქ უნდა დავბრუნდე რა. სულ ფანას და რაღაცებს ვტოვებ. მატლები აღებულია, ანკესი მომაქვს, ჩვენ კიდე ვიწყებთ. თქვენ ვერ ხედავთ ახლა კამერაში, მაგრამ ძალიან დიდია ბიჭო, სერიოზული ქაშაპუნები. იყავე მან პატარა ქაშაპუნა და დამელოდე. არა, გთხოვ, შეძვრა ეს დედამო რა. ხო არ დაგიჭირე ალბათ, ჰორანინა. ხო იმ ქაშაპუნას პირში არ ჩაუგდებ ხა მატლს ჰორანინა. აუ, რამდენი მატლი გამექცა ჩემი. ყველას გიპოვნით მაგისგან. არ დავაფარე თავზე და ყველა გაიქცა. ერთი ვიპოვნე, მესამეც ვიპოვნე. ვიჭერთ თევზს ლამაზად და ლაყუჩში. აღებს პირს მისით და ჰოპ, ჩამოვიდა თევზი ქვევით. ეს თევზი აქედან ვერასდროს ვერ გაიქცევა. ასევე გვაქვს მეორე თევზსაც იგივე პროცედურას გავუკეთებთ. თხილად ჩემო პატარა კუსკუსა. და ორი თევზი ავასხით. წავედით, ამას ახლა ესე გავავსებ, რომ საკვები საკაიფოდ მქონდეს. Wait. ხო, პატარა ქაშაპუნა. მაინც ბოლოს უნდა შეგჭამო პატარა. ვიმე რა მიეპარა ხბარ მამან. ვიმე ხო როგორ მიყვარ ხარ. დაწყნარდი პატარავ. კარგი ხარ. დაწყნარ. არგინ. ესეც. გააღე პირი პატარავ. რაღაც არ იყო ხო სასიამოვნო. წავედით შემდეგ ლოკაციაზე.
ოპა. შენი გამბუზიობის შენი მოკვდი შვილო შენ რა შენი მე გამბუზია და შენი დეიბრიდე როდიშით ხალხნო დედას გეფიცები თუ სიტყვას ვამატებდე აი ესე ამხელა იმენა ტუჩთან იყო კინთთან იყო ტუჩთ და აი ამან ეს მანევრი გაუკეთა და ართო ამის აი გამბუზიის თევზობის ჯერ ხო უგემური ამაზე მეტი ხო არიზდება ამის ცა იმენა შეიძლებოდა რომ ყველაზე დიდი დამეჭირა იმენა გამბუზია მივიდა და შესანსლა რა გინდა ძმაო აი იგე რა იგერ გდია დედაუტირე თევზაობას მორჩი ევკალიპტების პატარა ტყე აქ ერთი ევკალიპტი მომკვდარახე და სიკვდილში ულისხმობ იმას რომ გახმან მოჭრეს ან არ ვიცი ევკალიპტი არის ზოგადად ძალიან მაგარი ხე საკაიფოდ იწოვს წყალს კაროჩე თქვენთან შეიძლება 5 წუთი გავიდა არა მე საათნახევარი ან 2 საათი ამგენს დავსდევ და ამაზე მეტი ვერ დავიჭირე მოკლედ ეხა დროა წყლის გაფილტრვა დავიწყოთ ცეცხლი დავანთოთ თევზის დამარინადებას დავიწყებ და გასუფთავებას დავისვენებ და ყველაფერს ნახოთ აი ეს წყალი ავავსე რა თქმა უნდა მდინარის წყლის დალევას არ გირჩევთ ამიტომ ამის გაფილტრვას გასწავლით თევზი უკვე გავასუფთავე სამწუხაროდ კამერის ჩართვა დამოვიწყდა ზუსტად ამიტომა კარგი როცა ორი ადამიანი მოდიხართ მაგრამ მე მარტო ვარ აი ესე უნდა გავასუფთავოთ რა შუიდან რა ქვევიდან გავჭრით კისრამდე ამოვალთ და ერთ იც პროსტა ჩავდეთ ესე და ყველაფერი გამოდის რა ზოგადად თევზი უნდა გაუშვათ ეხლა არის ადამიანების კატეგორია მე მინახავს მე თევზეები ვიდეოებს უყურებ ხოლმე ხდება TikTok-ზე რომ აი ესე ამხელა ქაშაპი დაუჭერიათ და გაუშვათ მიდი ქაშაპი უნდა გაიზარდეო მეთქი რა გაიზარდე ძმა ამაზე დიდი რანაირად უნდა გაიზარდო შე და ერთი მინდა გთხოვოთ რა ვისაც გითევზავიათ ბავშვები ხართ მომავალში უნდა ითევზაოთ რა თუ პატარა თევზებს დაიჭერთ არა აქვს მნიშვნელობა ესე ამხელა იქნება თუ ამხელა დაჯერ მე რამხელებიც დავიჭრე ეხლა მე ბრაკონიერი არ ვარ და 10 და 20 არ მომიყრია რა ისედაც ვერ ვიჭერ არა თხოვნა იქნება ესეთი რომ მოუფრთხილდეთ რა ვიდეოში ნახეთ გამბუზიას რეები უკეთე ეგრე არ გააკეთოთ ეხლა მაგრამ არა გამბუზიაზე ქენით კაროჩე გამბუზია საზიზღარი თევზია გამბუზია დაივიწყე გამბუზია იმენა ვაფშე დატოკეთ გამბუზიები მოკლედ ამის რჩევა მინდოდა წავედით ეხლა მივხედოთ ჩვენს ბაიბურს ავიდა გაარტყა ფეხი გაარტყდა დავაი დავაი ეხლა რო ცეცხლი ვერ დავანთო შემირცხვა ნამუსი კაია მომწოხარ დავაი წყალს შავას ხავს ათლში გადავადუღებ მე ავფილტრავ და მე დავიწყებ თორჩის გაკეთებას ველოდებით კარგ ნაკვერჩხალს მანამდე დავამარინადოთ თევზი აქ-მაქ მარილი წამოღებული მოვაყაროთ ჩვენს თევზს საკაიფოდ აი ეს ფოთლებს შევახვევთ ცოტა ფოთოლსაც თავისი გემო ცოტა იქეთ ცოტა აქეთ ცოტა მარილი ცოტა რაღაცა შეიწოვებს რაღაცა იქეთ აქეთ ამ მარილს და ცეცხლი როგორც ხედავთ უკვე საკაიფოდ არა დროა ჩვენი წყალი რაც ხელადო სად მირბიხარეთ რამდენი ყლუპი წყალი დავცალი ამის გამო ჩავასხათ და ეს წყალი უნდა დავდოთ ეხა ცეცხლზე. გასწავლით კიდე პური როგორ უნდა გააკეთოთ აი ესეთ სიტუაციებში თუ ფქვილი და მარილი გაქვთ რა თქმა უნდა. წყალი არის, ბოთლი არის, ჩვენ დაგჭირდება ზაბრი, ბამბა და ეს წყალი უნდა ჩავასხათ ამ ბამბაში რომ გაიწუროს. აი რაღაცაები წყალს მოყვება. თელ სიბინძურეს ეს ბამბა დატოვებს. ამ ეტაპისთვის მეყოფა. ვა, დავიწვი, რა დებილი ხარ, ბიჭო, რა დებილი ხარ. არ იცოდე რომ ცხელია კიდე ხომ ესმის, მაგრამ იცი ცხელია და მაინც რისკაჩი ხარტო. ნახევარი გამივსე რა, ნახევარი ლიტრა დვიჟუხაში სიმონქთ ხო? კამერაში გაჩვენებთ. აი ეს წყალი, სუფთა ეს არის ის რაც დარჩა მისგან. კაცი ვარ, ბრიტელებიანი მაიკით ვინმე გინახავთ ძმობას გაფიცებ იმას YouTube-ზე. დინარის წყალი გააცივებს ეგრევე ბოთლს და შემდეგ უკვე თავისუფლად შეგვეძლება რომ დავლიოთ. ისევ ამ სანთელს გამოვიყენებ, დავდებთ. ეს ჩვენი სანთელი პირდაპირ შეგვიძლია შავაგდოთ და აი სანამ ამ თოკზე გადავალთ, ის მანამდე დადნება. აი ეს ჯოხი უნდა დავამუშაოთ, უნდა გავჭრათ, რომ საჰაერო სივრცე კონდეს. ამისთვის გამოვიყენებ ხელის ხერხს. ჩვენი ის დადნა, საერთოდ. ეხლა ვიღაცა ფიქრობს ამბიც ინფექცია არ შეეჭრას ხელზე. ისეთი რაღაცეები გადამიტანია ხალხო. ეს არაფერი არაა დამიჯერეთ. სერიოზულია რა. მე დამევასა თქვენ. აი ეხა ამას უნდა დავასხათ რამდნარი სანთელი. ბოლომდე გაიჟღინთ.
ამას ცეცხლს გაუკიდებთ თუ არა, აღარ დაიწვება რა. ანუ ისე სწრაფად არ დაიწვება, თან ეს ისეთია რომ ეგრევე არ ჩაქრება. ეხლა რო გაუკიდო, საღამოს აღარ მექნება. თევზი დავშ. ძალიან მომშვიდა, წყალის გაცივდებოდა, წავალ ეხლა წყალს ავიღებ და თევზის დამზადებასაც დავიწყე. აი ამ ჩინჯაღდანსაც კი საგულდაგულოდ შევინახო. შარში ვართ. წყალი მედო, აი ამ ადგილას რა და დინებამ წაიღო. ჯერათ ეხლა თქვენ მაგის, რა თქმა უნდა არა. ღმერთო რა მაგარია. თქვენ კი მანამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ. და კიდე კაი ამბავი უნდა გითხრათ, მეგობრებო. ზიპლაინი იხსნება თბილისში. მალე ახალი ზიპლაინი გექნებათ თბილისში. ბათუმის ზიპლაინს მიწერეთ, რომ თბილისში გახსნით თუ არა ჩაწერილები ვართ. ეხლა უნდა გადავიდეთ ცომის გაკეთებაზე, რა ხან დრო ჭირდება ცომს. აუ რა გინდა შენ, ჩემი ჩაქური რა. წყალს შავასხავთ, ცოტა მარილი. ცოტა კი არა, ბევრი მარილი. ცოტა საურევთ. გემოვნებით. ხო გითხარით, უნდა გამოვიზოგო თქო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ცომი უნდა დავასვენოთ. ამ ცომს დავასვენებ, ცოტას წამოვა, წყალს დავლევ მანამდე რაც დამჩა. მე ხელებს დავიბან და თევზის დამზადებას დავიწყებ უკვე. ერთი ცალი დამჩა და ამასაც გავასუფთავებ. დამარინადებულ თევზს ახლა წამოვაცვავთ ამაზე. აი ესე. აბა მეორეც. აი ესე დავდებთ. თევზი შეიწვება, მერე ეს ნაკვერცხალი კარგად დაიდგმება. ნაკვერცხალზე დავდებ ტყელ და გრძელ ქვას. მევიდან ცომით წავა და პური და თევზი გვექნება. თორჩი გვაქვს, საგამომდე არ მეშინია. თქვენთვის მაგ კარგი ინფორმაცია. ედიტორებო, გააკეთეთ ჩემს ვიდეოზე TikTok ედიტები. ყოველ თვეს რაღაც კონკრეტულ რიცხვს ავირჩევ. იმ თვეში გავანაწილებ 750 ლარს. რომელიც მომეწონება, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა ექნება და რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება ექნება. კიდე ველოდები აი ამ პაიძუკა თევზებს. თევზი უკვე თითქმის მზადაა, პურებიც მალე გამოწყვება. თქვენ კი ალბათ მეოთხეჯერ ვახსენებ, მაგრამ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ფუფ, კარგია დადება. ძალიან დავიღალე მართლა. დღეს როგორც ჩანს ვერ ვასწრებ. გვიან მუშაობას კიდე აზრი არ აქვს, მე ვფიქრობ, ამიტომ რაღაცა პატარა ქოხს არ ავაშენებ. ეს ვიქნები აი ესე, დაცვის გარეშე. სანამ პური მზად იქნება, დავიწყებ უკვე თევზის ჭამას. ბიჭო, შეიძლება ვიღაცამ არ დამეთახმოს ეხა რა. ბევრი უყურებდეს ამას, მაგრამ იყო full time YouTuber-ი ან იმენა YouTuber-ი, რასაც ქვია რა, არა კონტენტ, რაღაცა კონკრეტული კონტენტის მკეთებელი რა. იმენა YouTuber-ი. პროსტ აი კამერას რო აიღებ და ტიპე რო გიყურებს, თუ ხარ full time YouTuber-ი და YouTube-ის გარდა არაფერს არ აკეთებ, ძალიან მაგარ შედეგებს დადებ, ნუ ახლა ტიპი თუ ხარ რა. თუ ცხოვრებაში არაფერი არ გიკეთებია და აი დამღალეთ რა. ეხლა თუ მაგალითად ცხოვრებაში არაფერი არ გიკეთებია, არასდროს და არც საინტერესო ტიპი ხარ და არც იუმორის გრძნობა გაქვს და არც შარმი გაქვს და აუის გადაღებაშიც ვერ ერკვევი და კაროჩე რა, ძალიან ბევრი მინუსები თუ ჩამოთვალე, გარდა ვერაფერს ვერ მიაღწევ ვერასდროს. 2016 წლიდან ამ საქმეს ვაკეთებ. თელი ბავშვობა ძალიან მიყვარდა. მართლა აი ძალიან მიყვარდა. ამ საქმის კეთება მართალია რომ ვიღაცები ძმა რა ის YouTuber-ი და ხო არ გაქვს და რაღაცები, მაგრამ მე კიდე ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არქიტექტურა დავამთავრე, კონსერვატორიას ვაგრძელებ და რაღაცები და გადავწყვიტე ერთი დღე რომ მეთქი როდემდე რა, ანუ ამდენი ხანი უნდა ვისწავლო, მე იმას კი არ ვამბობ რომ განათლება ცუდია, მეგობრებო, განათლება აუცილებლად უნდა მიიღოთ. ყველა YouTuber-ი ვერ გახდები და ეხლა რეკლამები რო არო, ისწავლეთ პროგრამირება, ისწავლეთ, ყველა ხო პროგრამისტი ვერ გამოვა რა. ამასე რომ ყველა პროგრამისტი გამოვიდეს, ვიღაცას ხო დააკლდება არა კადრი, მაგალითად არქიტექტორს, ან თუნდაც ექიმს. კაროჩე, ყველაფერი არის საჭირო რა. ყველა ვერასდროს ვერ იქნება ბიზნესმენი. ვიღაცებს შეიძლება ძალიან უნდოდეს ბიზნესი, მაგრამ არ კონდეს მაგის ნიჭის კეთების ნიჭი რა. თქვენ თუ გონიათ რომ მარტივია, ძალიან ცდებით რა. ბიზნესის ფეხზე დაყენება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაცა, ვიდრე სწავლა ჩემთვის რა. ძალიან რთულია მართლა ბიზნესის მართვა და ფეხზე დაყენება. აი ეგრე არის ზუსტად YouTube-ზეც რა. YouTuber-ი ვერ გახდება ყველა. მე ამ წინადებით, რასაც ვამბობ, კონსერვატორიას ვაგრძელებდი და რაღაცა, ამით იმას კი არ მიგითითებთ რომ დავაი, დაშალით ეხა სიტუაცია და წამოდით ეგრევე უნივერსიტეტში. მე გეუნებით ესეთ რაღაცას, მეგობრებო, რომ უნივერსიტეტში აღარ ვსწავლობ, შესაბამისად არანაირი შუალედური, არანაირი ფინალური, არანაირი ნახაზი, არანაირი პროექტი არ მაქვს შესასრულებელი. ნუ მართალია დიპლომი ავიღე და საქმეზე რო დაჭირდეს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ ამ დიპლომს. იმიტომ რომ ადამიანს უნდა კონდეს, მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე არჩევის უნარი და მე ეგ უნარი უკვე მაქვს. ვიბრძოლე რომ ეგ უნარი გამომუშავებინე. შესაბამისად, დღეიდან full time YouTuber-ი, aka ბებელი, ბრუნდება YouTube-ზე და აკეთებს მაქსიმალურს, რომ რაც შეიძლება მალე ავიდეს 100,000 გამომწერს. ამისთვის კი საჭირო რომ თქვენ დამეხმაროთ, მეგობრებო. გეხვეწებით და ლაიქეთ ვიდეო, ალბათ მეხუთეჯერ ვამბობ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა არ გამოგჩეთ ძავსი ვიდეოები. რა შვებითო? სად ხარ? თბილისში ხარ? ბათუმში ხარ.
უკან დავინახე მაშინ. წეღან ვიბაზრე რამოდენიმე წუთის წინ რომ ზიპლაინი იხსნება თბილისში თქო. ხო და აგერ თუ არ დამიჯერეს, შენი პირით უთხარი რა კამანდას. ზიპლაინი იხსნება თბილისში სპორტის სასახლესთან. ეხლა ვართ უბრალოდ ბარბერების ძიებაში, ან რაღაცეებს ამბულატორ რაღაცების მოგვარებაში, იურიდიულად რო ყველაფერს სულთან კარგად გქონდეთ და ალბათ ამიტომ რომ ვიდეოს დადევს, იქიდან 3 კვირა დაჭირდება ალბათ რომ გავხსნათ ზიპლაინი თბილისში. ბიჭო მე რავი აგერ წამოწოლილი ვარ სიმონ გვერდზე კოცონი მაქვს აკაიფოცა ვარ რა. ბიჭო ათენებან ვარ. ბიჭო ხო შევხედავ რა. იმენა ტყეში ხარ? ბიჭო არა იმენა ტყეში არ ვარ, მაგრამ არც იმას დავარქმევ რომ კაცრიელ ადგილზე ვარ. უკაცრიელიც არ დაერქმევა, მაგრამ არც ახლოს ვარ სახთან დაახლოებით 1-4 კილომეტრი მექნება ალბათ ან 5 ფეხით. მეურს კაი რაღაცა შემოგთავაზებთ ერთად ბათუმიდანაც და იუთუბერების გასაგონად თუ ამ კონტენტს უყურებენ რომ დაარეაქცონ ძალიან. მოსაღამო და ნიაგერ წყნარად ნაზად სიმონ წამოწოლილი ვარ ჩემს კოცონთან. ხეები მომარაგებული მაქვს შესაბამისად რამოდენიმე საათი გავსტან. ჯერჯერობით სიწყნარეა. დილით სხვათა შორის რაც შევნიშნე ალბათ კამერაში კი არა და მიკროფონში ვერ აღიქვავდა რა. ძალიან ბევრი კოდალა იყო. კაროჩე სადაც არ უნდა წავსულიყავ ყველანი იმენა ხეებს ხრეტენ გიჟივით. ეხა კოდალების ხმა აღარ მესმის, ეხა მესმის რაღაცა ჭიკჭიკის ხმები. ისე რედკათ რა. მაგრამ თანდათან უკვე რაღაცა ბნელდება და რაღაცებს ველოდები. აქ სხვათა შორის გურიაში ვარ. ყველას ძაღლი ყავს ვაფშე ეზოში, ვაფშე ყველას. და 1-2 ზოგ შეიძლება 4-იც ყავდეს რა. ძალიან ხშირია საქონელს ჭამს ტურა. თუ იცით თუ გსმენიათ ტურა ცხოველის შესახებ და ეგენი დადიან ჯგუფად. ან ცაცალკე არ დადიან რა, ჯგუფებად დადიან და მაგის ხარჯზე ერევიან უფრო საქონელს. მაგრამ ჯგუფურად საშიშია რა, მთავარია რომ ჯგუფურად არ შემხვდეს. თუ შემხვდება ალბათ ხეზე ავალ, მაგრამ რო გავათანო პირდაპირ ნიშნულობით გეუნებით რა. აქ ისეთი ხმები შეიძლება იყოს, შეიძლება ახლოს არ იყოს, მაგრამ აუ რო გააკეთებს, მეთქი რა აუძვა. რომც არ გქონდეს შეშა, ჩირაღდანი გვაქვს და დავალთ შეშის საძებნელად თავისუფლად. ის რაც მომარაგებული მქონდა, დიდად არ მეყოს იმართლა რო გითხრა, ეგრეც ვარაუდობდი. და მოკლედ დროა რომ უკვე ჩირაღდანი გაინთოს. ფარის ზუგზე ვერ გავატარებთ მეგობრებო დღევანდელ საღამოს. ხო გითხარით ყველაფერი გამოვათქვა, აი ჩემი ჩირაღდანიც. ხეები ნაპოვნია. სერიოზული ვეში გაიჩიტა. არ ჩაქვრე რა. დიდი ხანი მქონდა განთებული და რაღაცებს ვიღებდი მანამდე. ყოდა ვეღარ ერევა. ეს უნდა გადავაგდო მდინარეში. ეხა ვიცი ვერ მხედავთ რა. მდინარისკენ მივდივარ და იმედია არ ჩავარდები. ჩუ ახლოს ვარ. უნდა ჩავაქრო ეხა ყველაფერი. ეს პატარა ცეცხლი არ გავაჩინო. რამოდენიმე ტოტი გვეყოფა. რაღაცები მოძრაობენ. ჯერ სიწყნარი გვაქვს. იმედია ეგრე გაგრძელდება. აუ, იმენა ჰორორი ფილმი გაიჩით. ავანთებ ეხავე ცეცხლს. რაღაც დამიყვარდა, არა ტელეფონს გადავუვარ. აუ, თავბურდამეს ხო. არ უნდა შემებერა ეგრე ინტენსიურად ნახდათ. ეს დამწყვები რაცა ეგეც გამოვიყენოთ. უფრო მარტივად. აი კიდება ცეცხლის და თან გაღვივებულია უკვე. ცივა ძალიან. გამოიწერეთ არხი. არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ ძაღლების ხმა უკვე ჭარბობს. და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქ რაღაც ხმები მესმის. თუ გინდათ რომ დედის ადრენალინი იგრძნოთ, მარტო უნდა გაჩერდეთ აი ესეთ. მთელი დღე ხო აქ დავდივარ, მაგრამ რაღაც ხმები მესმის და თან ძაღლები ყეფენ ბიჭო ჩემი ხო არ მეღადავი. თქვენ შეიძლება კადრში ვერ ხედავდეთ, მაგრამ აიმენა იქეთ მესმის ხმები ოღონდ ძალიან ახლოს. ისე ამჯერა ეს როგორ უნდა გავიარო ხა. ბიჭო როგორი საშინელი ხმები მესმის რო იცოდეთ. ჯობია კოცონს დავა. უკვე დრო ამგონი მაგის. ჩემი აირების გამო იწובה ამაზონი თქო და დინარეზე უნდა ჩავიდე ხა. ბოთლში წყალი უნდა გავუსო რა. წესი რა ჩავაქრო კოცონი. საადო ვარ ტოლ გაგერა. ვა